country, Georgia. Let's go, man! მოკლედ პატარა ინტრო გავაკეთოთ. მე ვარ ნოსტალ გიორგი სართანია, Fight Hop podcast-ზე ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ჩემი პარტნიორი, ბათუმი Fight Academy ხვიჩა ქორიძე და დღეს ყავს უძლიერესი პროსპექტი, ქართველი ახალი დებუტანტი პრო MMA-ში ლაშა გიორგი მესხი. დინამიტი. აბა რა. აი წავდგენა. ბომბა დინამიტი, როგორ ახართ ბიჭებო? როგორ ხართ? მე იდეალურად. როგორი შაბათკვირები გაქვს ხოლმე ესეთ პერიოდში? ერთჯერად ვარჯიშებზე ვარ უკვე გადასული და კიდე მიჭირს წონის კლება სხვათა შორის, ისე 70-ში ვბრძოლობ და აი ეხა კვირა დღიდან ორშაბათიდან უფრო დაიწყება რა ეს ტანჯვა ჯერჯერობით კარგად. ანუ ეხა უკვე შენ იმას აკეთებ, ხო slowing down, ხო? ანუ უკვე fight week არის უკვე შენთვის, ანუ ეგრე გამოდის, ხო? კი. ლაიცა. 4 აპრილს ისევ გიხილავთ ამჯერად IFC-ში. კი, IFC 23-ზე, კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში, საკმაოდ კაი ქარდია თან. მე როგორც ყოფილი ძიუდოისტი, ჩემთვის ბევრს ნიშნავს ვბრძოლობ ბექაღვინიაშვილთან ერთად, რომელიც ძიუდოს ლეგენდად ითვლება და რავი, კაია რა, 2-0-ზე მიმაქ ამერიკაში. ამ ბრძოლის მერე ეგრევე ვბრუნდები ამერიკაში და 2-0-ით მივიდივარ, ასე რომ ძალიან კაია რა. ნახევარი წლის საქმეს ვაკეთებ, რავი, რამდენ ხანში ბრძოლობს ხალხი ბრძოლას პროებში. ძალიან მაგარია ნამდვილად რა და ის ღვინიაშვილი რო ახსენე მახსოვს რა, ის გამოსვლებს უყურებდი ხოლმე რა. ტაისონას არ ეძახიან? ტაისონას ეძახიან. ბიჭო, ინგლისურად რო გამოთქვა, he's jacked bro, ქართულად ეგ როგორ უნდა თქვა, man is jacked brother. მუტანტი არის და მაგასთან ქონდა სპარინგები თუ არა? არა, ერთხელ გადავიკვეთეთ, თვალს შორის რამოდენიმე დღის წინ დაჟე ვიდეო მიმართვაც ჩავწერეთ გულშემატკივრისთვის, ესე არ დავდგავართ რა, იმიტომ რომ ისიც ლაპებზე მუშაობდა და მეც ლაპებზე მუშაობ. მე ძირითადად Fight Week-ზე მუშაობ ლაპებზე და ჩემი მიდგომები მაქვს რა, ძალიან პარტნიორებთან არ მუშაობ, ძალიან ეს სხვადასხვა ხალხთან, გუნდთანაც არ მიყვარს დიდად მუშაობა Fight Week-ზე, მარტო ცალკე, იდეალურ ვარიანტში ოქტაგონში, მეხმარება ხოლმე ერთი კაცი, ორი კაცი, ვინც ჩემიანია და აი გრძნობს და უგრძნობ მუშაობაში და ვამუშავებ ლაპებზე, იქ შესვლები, დაცვები, ქვემოთ ჭიდაობა და მაქსიმალურად ყველაფერი რაც გამომანდენს წონის კლებისთვის. და ეს შენი მიდგომა რა, რამდენად არის ახლა იქიდან აღებული რა, თუ თავიდან რაც ქონდა შესწავლილი რა, აქ დაწყებული იმ სკოლიდან, მაქედანაც მოდის, თუ უფრო სინდიკატიდან და გამოცდილებიდან რა, იქითკენ რა. ვაფშე შენ პოდკასტში ვიტყვი ახლა ესეთ რაღაცას პირველად რა, იმიტომ რომ არ მიყვარს რა ზოგადად რაღაცა სიყალბე და ასე შემდეგ რა. აი ვინც მიცნობს იმენა ახლოს და ვინც იმენა ჩემიანია, იცის რომ იმენა რეალურად ონლაინ როგორც არ უნდა ჩანდეს, სხვათა შორის სოზაშვილი საბა ეცოდინებათ ფეისბუქზე და სოზა მეხმარებოდა მაგრამ ამ რკენა ორზე. ხოლო ახლა ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ რეალობაში სოზამას მითხრა რომ იმენა lone wolf ხარო რა, მარტოხელა მგელი ხარო და რატო რა, ეხა შეხედე. კი, მე სინდიკატის გუნდის წევრი ვარ, ძალიან ისეთ ხალხთან ჩანვარ ეხა მერაბთან, აქაც საქართველოში ძალიან მაგარი კუთხე მყავდა რკენაზე, ამირან გოგოლაძე, მათესანიკიძე და ბიჭები მაგრამ იდგანან გვერდში მართლა და მართლა ბევრს სწავლობ მათგან. მაგრამ არის ძალიან ბევრი დეტალი, რაც ხალხმა არ იცის. მაგალითად ის, რომ ლოს-ანჯელესში ჩემით დავიწყე ვარჯიში, მე რამოდენიმე გუნდი შევიცვალე და ამერიკაში არ ხდება ისე, რომ აი ესე პირადად ვინმე დაგიდგეს და დაგიწყოს სწავლება, განხილვა, ანუ პროსტა გუნდური ვარჯიშებია და იქ შენ ერთ-ერთი ტიპი ხარ 50 კაციდან და შენით უსმენ, შენით თვისებ, შენით სწავლობ. ეგრე ვიყავი ლოს-ანჯელესში წელიწად ნახევარი
და ეგრე ვიყავი ლას-ვეგასში გადასვლაზეც და ეგრე ვარ დღემდე, გინდ ლას-ვეგასშიც, გინდ აქაც რა, ანუ ლას-ვეგასშიც სინდიკატ MMA ძალიან მაღალი დონის გუნდია, ძალიან მაგარი ვარჯიშები გვაქვს, ძალიან დამხვეწა, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, მაგრამ ეს ყველაფერი ვისწავლე ჩემით, ანუ მე რო იქ ინგლისური არ მცოდნოდა და მე რო ის მოსმენა არ მცოდნოდა, ანუ პირადად არავინ არ დამდგარა ჩემთან და არავის არ უსწავლებია რაღაც. თან მithuetes მოიხსენება, ანუ ინგლისურად დავიწყე MMA-ის სწავლება, ანუ საქართველოში MMA-ზე არ ვარჯიშობდი და ანუ იქ რო კი ჯონ უდი ძალიან მაგარი მწვრთნელია, ჯონ უდი იქ ხსნის 100 კაცია იქ დარბაზში რა და ყველა უსმენს და მე შენ უნდა გაიმეორო რა. კი ეხა შეიძლება 1-2 მოვიდეს და აი სწორად აკეთებ, აი ეს ჩაგისწოროს, მაგრამ აი ძალიან ისე ყოფები და საქართველოში ძალიან ბევრი სპორტსმენს ყავს, აი მართლა ტრენერი, აი რო ეძახიან ჩემი გაზრდილიაო რა, რომ აი მასტერ შეფუ რა. რა იმენა რომ ზრდიან და იქ რაღაცა ერთი დღე სარბენად წაიყვანენ, ერთი დღე ის, აი ეგეთი მიდგომა არ მქონია რა და ჩემით მოვედი აქამდე, ხო ხდები რა, ანუ კიდევ ვიძახი, როცა საჭიროა, მაგრა და მიდგებიან გვერდში ბიჭები, როგორც ამირანი, მათე, მართლა ბევრს სწავლობ მათგან, მაგრამ აი ესე რომ ჩემი მწვრთნელია, ან მწვრთნელი არ ყავს რა ფაქტობრივად ვიტყოდით. კენაზეც ეხა ისე გამოვიდა პიარია და ბიზნესია და აი გამოაზღადეს ჯონ უდის აღზრდილიო, მაგრამ არავის აღზრდილი არ ვარ, ჩემი თავი, ჩემი დგამაკ და უფრო მეტ დეტალს გეტყვი, ძალიან ბევრი როლ ვილაპარაკო, სხვა კითხვებიც გექნება. ამერიკაში ჩემი სამივე ბრძოლა რაც მქონდა, ჩემით ვიპოვდე, ანუ არც მენეჯერი არ ყოლია. და სინდიკატიდან ერთი მწვრთნელიც არ დამიდგა კორნერში, რაც რეალობაა რა, ანუ იქ ცოტა პირადი თემებია, ვიღაცებს რაღაცები არ მოწონს, შენით თუ ჩალიჩობ და არაფერი, იქაც სინდიკატში, ის ამერიკაში ბრძოლები რო ნახე, გამომყვნენ მათესანიკიძე იყო მაშინ ჩამოსული, ტურისტული ვიზით, პროსტა ტურისტად ამერიკა და მათე გამომყვა მესამე ბრძოლაზე ბოდიში გამომყვა ლევან ჩოხელი და ოთარ ტანზილოვი რა. ეგეც იმიტომ რომ დაემთხნენ რომ ბიჭები იქ იყვნენ რა და ხო ხდები ახლა აი ეს თემა რეალურად რა. ძალიან მაგარი მოხერხებული მასტი ყოფილ ხარჯმაო ყოჩახ რა. მაგარი მოგიხერხებია ყველაფერი რა. ანუ შენთვის აი ასევე აღნიშნავ, რავი, მე ძალიან პირდაპირ ტიპი ვარ, საღოლ აი BFA-ის მართლა მაგარი გუნდია, ეხლა მე ამერიკიდან რასაც ვადევნებდი თვალს ქართულ MMA-ს ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცოდი, მაგრამ ბევრიც გავიცანი, ახლა მაგალითად ბევრი მებრძოლები არ ვიცოდი, მაგრამ ბევრი გავიცანი, გავიგე და მოგეხსენებათ კენაორზე ბევრი BFA-ის წარმომადგენელი იყო და იმ Fight Week-ზე სადაც მინდოდა წონის კლებები, ყველაფერი აი BFA-ის ვიტყოდი რომ აი მართლა ერთად იდგნენ, მაგრად იდგნენ და ერთად ვიკლებდით წონას და აი საღოლთ რა იმენა და მე ხა მეხმარებოდა სოზა რო არ ყოფილიყო, რამე შეიძლება არ ვიცი. მაგარი წვილი ხართ რა. ნახე თქვენი social post-ში და რა მე ჩავატეორ ორ სიტყვას რომ ანუ საბასთან მაქვს საუბრები ლაშაზით და ბევრი რაღაც საინტერესო თქვა შესახებ რაც მე გამიხილავთ რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში რა და პირველი რაზეც მინდა გითხო იცი რომ არის თუ არა შენი აზრით უფრო მარტივი საქართველოში MMA-ის კარიერის დაწყება როგორ ფიქრობ ახლა ფაქტიურად ხო ასე გამოდის რომ უფრო ადვილია რომ მეტი პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარო საქართველოში რადგან მეტი ორგანიზაცია არის რაღაც ისე მის ხელმისაწვდომი მე მგონი ხო როგორ ხედავ უფრო მარტივია ნამდვილად, იმიტომ რომ მე სამოყვარულო ბრძოლების ძებნას ძალიან ვწვალობდი, პირველ რიგში ვიტყვი რომ აქ საქართველოში ბევრი ეგრევე იწყებს პროფესიონალურ კარიერას, ამერიკაში ძალიან დიდი კონტროლია, რადგან არის კომისია, ჩვეულებრივად, აი მე მაგალითად პირველი სამოყვარულო ბრძოლა სადაც ვიბრძოლე, ჩემი მსაჯი იყო ჰერბ დინი. და ანუ ამ ორგანიზაციებს თუნდაც სამოყვარულო ლიგებს დაქირავებული ყავთ კომისიები. პირველი სამოყვარულო ბრძოლა მქონდა ცხოვრებაში პირველად შევდიოდი ოქტაგონზე და მოსაშარდად რო გავედი კომისიის წევრი გამომყვა. ანუ რავი მეთქი დოპინგ კონტროლი გაქვს თუ რა არის რა და ძალიან მაღალი დონეა რა ხო ხდები და რთულია ხო და რის თქმა მინდა სამოყვარულო ბრძოლები ჩემით ვეძებდი. პირველად დებიუტი სამოყვარულო ბრძოლაში ეს დეტალი არ ვიცი, ბევრმა იცის თუ არა, უნდა მქონოდა 2024 წლის დეკემბერში ერთ-ერთ ორგანიზაციაში და სად იყო? ეს იყო ნიუ-ჯერსიში და მე ვცხოვრობ ლას-ვეგასში. აუდექი ხო და რატო წავედი ნიუ-ჯერსიში პირველ რიგში? არ იყო, ანუ ვერ პოულობდი ბრძოლებს, ვის აღარ წერდი, ცალკე სინდიკატის გუნდის ეძებდა ჩემთვის.
მაგრამ არ იყო რა მოკლედ რა მე იყო რომ არ თახდებოდნენ ბევრი იმიტომ რომ ხო ხდები აი ეს ქართველი ჩემ ინსტაგრამზე სოციალებში რომ შემოხვდა მერაბთან ფოტოები და ილია თოფურიასთან ფოტოები და აი ხო ხდები რა აი ბევრს ნიშნავს ეგ რეალურად რა ხო და არაფერი რა ძლივს რა ვიღაც მოწინააღმდეგე მინახეს და ესე მეც გიჟი რავი აი რამედო ტვინში 2024 წლის დეკემბერში ავდექი და ჩემი ხარჯებით გავფრინდი ნიუ-ჯერსიში ვიქირავე ჩემი სასტუმრო აი რავი სამოყვარულო ბრძოლისთვის ჩავედი და ბრძოლის დღეს ჩამეხსნა მოწინააღმდეგე დავრჩი ისე ყველა წავედი ნიუ-ჯერსიში აი ესე ვაფშე მარტო წავედი იქ დახვდნენ 1-2 ჩვენი ქართველი მეგობრები თორნიკე ნაგლიაშვილი გიორგი კანკრავა პროფესორის ყოფილი ძიუდოისტები ორივე ხა MMA-ს ბრძოლობს და ეგენი მომყვემოდნენ კუთხეში მაგრამ ნუ სამწუხაროდ ამაოდ არ ჩაიშალა მე ისე დავბრუნდი და ეს პირველი ბრძოლა რაც მქონდა სამოყვარულო MMA-ში 4 დღით ადრე დამირეკეს და ეგრევე ავიღე გავაკეთე ლიცენზიები ყველაფერი თან ანუ ტყავს გაძრობენ ძმაო ეგ ჩხუბი დამიჯდა $600 გავიკეთე სისხლის ანალიზები ფიზიკური ექიმის შემოწმება ხელთათმანებში მე გადავიხადე ფული და ყველაფერში წარმოიდგინე რა ის კალიფორნიის ლიცენზია რადგან ეს ბრძოლა იყო კალიფორნიაში კონკრეტულად სან-დიეგოში ეგ კიდე 6 საათის გზა ლას-ვეგასიდან მანქანით წავედით მე მათესანიკიძე და ერთი ჩვენი მეგობარი რომელიც MMA-ის გარტყმაში არაა და ეგენი მედგმენ კორნერში მათე და ეს ჩემი მეგობარი და წარმოიდგინე რა წვალებაა რა კაროჩე პროსტა სამოყვარულო ჩხუბი ხო და პროებში უფრო უარესია იმიტომ რომ ნებისმიერი სპორტსმენი რა ვიღოთ რამდენი ვიღაც იყო ხარ ლას-ვეგასში სტუმრად ჩამოსული მათე თუნდაც მათე იმიტომ ჩამოვიდა რომ ენახა სიტუაცია ბრძოლა ენახა რაღაცა და ვერაფერი რა ასე კი საქართველოს უფრო მარტივია კარიერის დაწყება და ესეთი სამოყვარულო სტარტები არა აქვს მაგალითად როგორც ეროვნული ჩემპიონატები ან ეს რაღაცები არის მხოლოდ amateur MMA რაც არის ძალიან მაღალ დონეზე და არიან ძალიან ბევრი amateur მებრძოლები რა აი ხალხი ვიცი 12 ჩხუბი 15 ჩხუბი ოღონ აი მართლა უმაღლეს დონეზე აქვს რა პრეს კონფერენციები ტარდება ამ amateur-იმებზე და მაგარი face-off-ები და წინა დღეს წონის ჩაბარება და ანუ ჩვეულებრივ მე ვეძახი ანუ მე ვიზახი რომ ეს ჩემი სამი ბრძოლა მაქვს ფაქტიურად რავი სემი-პრო ნაჩხუბარი იმიტომ რომ გადაჭრილი ხელთათმანებით ვიბრძოლე შინგარდების გარეშე პროსტო სხვაობა ის იყო რომ სამწუთიანი რაუნდები იყო ხო სემი-პრო არის მაგიდა არის თუ არა ის აქტუალური რომ 5 სამოყვარულო ბრძოლა უნდა ჩაატარო პრო დებიუტამდე ათლეტიკური კომისია რომ მოითხოვდა მაგას ამერიკაში დებიუტამდე ეხლა თუ არ ვწდები 2-ზეა შეცვლილი 2-ზე შეცვალენ ხო მე პროფესიონალებში არ მაჩხუბებდნენ ეგრევე და 2-ზე შეცვალეს და მესამე სამოყვარულო ვიბრძოლე იმიტომ რომ კამარზე იყო და მინდოდა რაღაცა პრესტიჟის პონჩი კამრის აღება და უფრო მეც გეტყვი მაგ სამოყვარულო ბრძოლაზე main event-ი ხო ვიყავი და co-main-ზე იყო პროფების ჩხუბი წარმოიდგინე და მე amateur-ი ვიყავი main event-ი და ფსონების დადება შეიძლებოდა ფსონი რა არის ძმობას გაფიცე ბეთი ოკეი ხო გასაგები ანუ მაგარი ის ანუ amateur-ებისთვის მაღალი დონეა ეხა აქ არ არის ეგეთი amateur-ები ჩემი აზრით რა როგორც იგი ბიჭო და აი რატო გონია რომ ზოგს სურს და აი ამ დებრძოლას აკეთებს amateur-ში სანამ პროფში გადავა ის არის ამოცდილების მიღების მხრივ მე ძალიან ბევრი მომერჩია სხვათა შორის რომ აი მეტი ჩხუბი amateur-ში სანამ ბოლომდე არ დაიხვეწები რაღაც უბრალოდ ბევრი დეტალია ეხლა ძალიან ვარ ჩაუბრუნდე რატო გადავწყვიტე ესე პროფესიონალებში გასვლა რა მაგრამ სწორია ეგ მიდგომა რომ ბევრი amateur-ების ბრძოლას ატარებენ რა ერთ-ერთი კალიფორნიის ძალიან მაგარი ორგანიზაცია Apex Fighting-ი სადაც ჩვეულებრივად გადადიან UFC-ში პროფების ჩემპიონები ერთ-ერთი არის კრის პადილა ნიკნეიმად ტაკო ეხლა ძალიან წარმატებულია 4-0-ზე UFC-ში და ხო და მაგარი მოხდილია ეხლა რა თუ არ ვწდები რონგჟუს მოუგო და მაგარი იმაზეა რა ხო და ჩვენ კაც მოუგოს თურმე მაგას ვიცნობ თან წარმოიდგინე პირად რონგჟუს და ამ UNF-ში ძალიან სერიოზული ორგანიზაცია და ყავთ amateur-ებიც ხო და amateur-ებში ანუ ტიპები არიან amateur-ის რაღაც lightweight-ის ჩემპიონი ვისაც აქვს რაღაც 12 მოგება amateur-ში რა და ჯერ გადადის პროფებში და არის 26 წლის და UNF-ის არის კორენი რომ ბრძოლობდა თუ ეგ სხვა არის კიდე ეგ არის ტაფენაფი
თაფენაფი ხო თაფენაფი მაგანაც ეხა კამარი UNFC ქართველს არ უბრძოლია სხვათა შორის და მინდა რომ მე ვიყო რა, იმიტომ რომ მე თუ დრო გექნება დასერჩეთ Up Next Fighting კალიფორნიაში ყველაზე მაგარი ორგანიზაციაა, სოციქსელში საკმაოდ ისეთი ბევრი სომხები არიან გონი მანდ. ბევრი სომხები არიან, კი, ძალიან ბევრი. სუეგერი არიან, კაც და მინდა რომ პირველი ქართველი ვიყო, ვინც მანდი ბრძოლებს, იმიტომ რომ მაგარი აი როგორც საქართველოში ყენას აქვს ეგ სახელო მაგარ დონეზე ატარებენ და მაგარ ხარისხს დებენ, ისე არიან ეგ Up Next-ი მთელ კალიფორნიაში და ამერიკაში ვიტყოდი რა. და შენ რო თავიდან ახსენე რა, ანუ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ეხა მე ხო შორი თვალიდან უყურებ რაღაც social media post-ებს და რაღაცებს, ხო ასე ხარ და შორი თვალიდან სუსხანაირი არის და ეხა შენ რო მოყევი თურმე სუსხანაირი არის რა, მართლა საინტერესო არის და აქედან როგორი შთაბეჭდილება მქონდა, იცი რომ რაღაც თითქოს თლიანი კამანდა ხართ, მერაბისთან ცხოვრობ და რაღაცა და აი ეგრე არის ეხლა, მერაბთან ვართ ლას-ვეგასში, ბევრი კონტენტიც იდება მაგაზე, ნახავდით რომ აი რაღაც ერთად ვარჯიშობ ბუნებაში ეს, ეგრე არის რეალურად. უბრალოდ მე ვიძახი რომ აი კარიერის შექმნა რასაც ქვია, აი მაგალითად რომ აი წვრთნელი ყავს, გიძებნის ბრძოლებს, ანუ შენ არ გიწევს ამ ყველაფერზე ჩალიჩი და სირბილი და ის მიხვდი, თორემ მე მივდივარ მერაბთან და რჩევასაც ვეკითხები, რომ აი ვის ვებრძოლო, ამაზე დავთანხმდე ბრძოლას, წონაზე, იმაზე, ეგრე კი, მაგრამ ანუ მე ვიძახი ესე ამღზრდელი და მწვრთნელი ეხა არ მყავს რა, ხო ხვდები რა. ხო, არა, მეც მაქვს ეს დიგაგან ნაგონი რომ ქართველებისგან რომ აუ მერაბმა ის უნდა გააკეთოს ადამიანმა სახში დაიტოვა ვარჯიშებს მაგათთან ერთად ქართველებს და ყურადღებას აქცევს, ანუ სოციალურ მედიაში მაგათთან ერთად რო იჩდებიან ქართველები, ავტომატურად მილიონობით აუდიტორიას თუ არ შეეცემენ და რა ქნას ხა მაგ ადამიანმა. მერაბი არის მოქმედი სპორტსმენი, ერთ-ერთი და ტოპია და კამარს რო აუცილებლად დაიბრუნებს ჯერა და ანუ ეხა მერაბისგან მწვრთნელობას არ უნდა მოველოდე, რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა იყო და რა ტალანტიც არ არის და არც მენეჯერი არ არის, ზუსტად მაგას მაგას ვიძახი, აუდიტორიას სხვათა შორის რომან დოლიძესთან კაი კორნერ ეს გავიდეს ალბათ ადამიანაში თუ ერთ შეიძლება ინტერესი. პირველი რაუნდის მერე მაგის საუბარი ისმოდა რომანს, რასაც ეუბნებოდა და ძალიან კარგად მეც აი ეგრე ვფიქრობდი რა. მოკლედ იმ პირველ რაუნდში კოუჩინგის უნდა არის, რა თქმა უნდა, თავის კარიერა აქვს, ხო. მას გული პროსტე იმას დავბრუნდი უბრალოდ რომ რა შემთხვე რომ ანუ მერაბისთან ვარ სახში, მაგრამ ის არ გარაბიდობებს იმას რომ მერაბი მეხავდა გადაწყვეტის სიგურება და იმუშაოს უშუალოდ სხვადასხვა პიროვნებების კარიერაზე რა. რადგან ძალიან რთული პროცესი არის ეს, მიგეტყვით როგორც ადამიანი როგორც მუშაობ ბევრი მებრძოლის კარიერაზე. და ამერიკაში ხო იმიტომ არის კიდე ერთი ფაქტორი რთული, რომ ანუ ყავს ძალიან ბევრი, თორემ მე მაქვს დღემდე მაქვს შემოთავაზება მენეჯმენტებიდან, ერთ-ერთი არის Roman Athletic Institution, რომელსაც ყავს ქართველი მებრძოლები და ბევრი ამერიკელი, ქართველები ყავს თორნიკე ნაგლიაშვილი, ალეკო საღლიანი, გურამ გოჩაშვილი, რომელიც ალექს პერეირასთან ვარჯიშობს და ყავს ამათ ქართველები ყავთ, ბევრი ამერიკელი ყავთ, ვინც UFC-ში ბრძოლობს, კონტენდერებზეც გავუყანიათ და ანუ ეს რომანი თავად ძალიან ბევრს წერს და მეუბნება რომ აი კონტრაქტი გავაფორმოთ, სხვათა შორის 3 წლიანი კონტრაქტს მიგზავნის, მაგრამ ჯერ არ ვაწერ ხელს, რადგან არ მინდა ვიჩქარო და ეხა აი როგორი თემაა, იცი, აი მაგალითად პირდაპირ გეტყვი რა, მე ჩამოვედი საქართველოში და ვიჩხუბე კენა 2-ზე, ეხა IFC 23-ზე, ვინ მომახვედრა კენა 2-ზე, ან ვინ მომახვედრა IFC-ზე, რა თქმა უნდა, ჩემმა თავმა, ჩემმა კომუნიკაციამ, ჩემმა ლაპარაკმა, კი, ეხა იმათგან იყო ინტერესი, მაგრამ ხო მიხვდი, ეგ ლაპარაკები რეალურად მენეჯერს აქვს და ეხა ამ ადამიანთან მე 3 წლიანი კონტრაქტი გავაფორმო და რაღაც ხო ხვდები რა, ანუ ჩემი თუ ვაკეთებ მაინც ეხა ჯერჯერობით და იმის თქვა მინდა რომ ამ რომანს და ყველა სხვა ამერიკულ მენეჯმენტს ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, ძალიან ბევრი მებრძოლი ყავს, ხვდები, შენ წააგებ, მოიგებ, იმათ არ აინტერესებთ რა, ანუ იმათ არ იციან დიდად გათვალისწინება რა, რომ აი ცოტა სწორი გზით წაგიყვანონ მიხვდი კარიერაში და აი თუნდაც აგაღებინონ ისეთი ბრძოლები, რაც შენთვის კარგია კარიერის რაღაც გარკვეულ ეტაპზე, მიხვდი? ეხა კი, ბოლოს ყველა ისეთ დონეზე უნდა მივიდეთ და ისეთ დონეზე მივდივართ, რომ UFC-ში უნდა ყველას და ნებისმიერს უნდა ვეჭხუბოთ და ხო ხვდები, ანუ ყველანაირი შანსი გამოვიყენოთ, მაგრამ კარიერის საწყის ეტაპზე აუცილებელია სწორი მიდგომა, სწორი ბრძოლების არჩევა, ჩემი აზრით და ამერიკაში ამ ყველაფერს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ არ აინტერესებთ, ძალიან ბევრი ყავთ, რომ შენზე თავი იტიკიონ, ხვდები, ჩაგიგდებენ, აიღებ, არ აიღებ და კარგად იყავ.
ძალიან ისეთი ბიზნესი არის რა. ანუ მაგარი მარტივად გეტყვი მაგალითს დებიუტზე, აქამდეც მქონდა შემოთავაზება ამერიკაში და სხვათა შორის ეს ბიჭი მთავაზობდა იუსუფ ესემბაევს, მაგომედ ესემბაევი იგივე, რომელიც რო ნახოთ ტაპოლოჯიზე, ეხა არის 5-0-ზე, არის ხამზატ ჩიმაევის სპარინგ პარტნიორი, ეხა ხამზატი ლოს-ანჯელესში იმყოფება და თავისი რაღაც ჩეჩნების გუნდი ყავს, მოკლედ შემოკრული, სოციალიაში აქტიურობენ, არიან ხამზატ ჩიმაევი, არის ბაისანგურ სუსუდკაევი და მესამე კაცი ყავთ ეს ესემბაევი, რომელიც 77-ში ჩხუბობს, ჯერ ვაფშე რა უნდა 77-ში რომ თავაზობდნენ ამ ბიჭს, არ ვიცი და 5-0-ზე აქ და სხვათა შორის ბოლოს მოუგო ვახტანგ ჭუმბურიძეს, ქართველი მებრძოლია, რომელიც რენოში ცხოვრობს, ძალიან საძმოს შავრა. ხო და საკმაოდ გამოცდილ და მე მთავაზობდნენ დებიუტად ამ მაგომედ ესემბაევს წარმოიდგინე და ეხა რატომ უნდა ამეღო მე ამბობენ რომ რეკორდი დაიწერონ რა. ხო და წარმოიდგინე ეხა ვის რა შეაინტერესებდა ლაშა მესხი რა ანუ რო აი ლაშა შენთვის ეს ცუდი ჭუბი რა თქმა უნდა მირჩიეს მე ჩემ გვერდში მყოფმა ხალხმა რომ არ აიღო ეგ ბრძოლა რაღაცა და მეც რა თქმა უნდა არ ავიხე ანუ ძალიან ბიზნეს თავი გაბია შენ ანუ დიდი IQ გაქვს და ეტაპობრივად უნდა მიაწვე ხედა ყველაფერს რა აი რუსლანი რო ვახსენე რა ხო გახსოვს UAE Warriors-ში ნახე მეთქი პირველად რუსლანი აი მაგ დროს ხო არ იყო მაგისთვის მზად რო შეხვდა იმას მაგრამ დღეს უკვე ალბათ შეიძლება ყველასთვის მზად იყოს რა და გონი შენც ნუ რა თქმა უნდა პირველი ბრძოლა ქონდა ეხლა რა მაგრამ რავი რა როგორ ხედავ ანუ შენ გეგმას ეხა რა და თუ შეგიძლია რომ გაგვიყო რა ამ ეტაპებზე ანუ ერთი წელიწადის გეგმა და უფრო დიდი გეგმა კიდე რა ჩემი გეგმა არის რომ კლავი ბრძოლა რა თქმა უნდა ეხა IFC 23-ზე მოგების შემდეგ აუცილებლად გავიმორჯვებ ეგ მენტალიტეტი მაქვს რომ მე როცა ჯგუფს დავთანხმდები ვინც არ უნდა იყოს მართლა ანუ იმ მენტალიტეტით ვარ რომ გავიმორჯვებ აუცილებლად შემდეგ მინდა ამერიკაში გავმართო ერთი ბრძოლას არ მინდა რომ მხოლოდ საქართველოში ავიწყო რეკორდი ამერიკაში ძალიან ბევრი ორგანიზაციაა როგორც გითხარით ხა მოყვარულებში ამ WFC-ის ჩემპიონი რო ვარ რა როგორც ვახსენე ამ მოყვარულების საკმაოდ მაღალი დონეა და ეს WFC-ც კაი დონეა იქ მაგალითად მაგათ ივენთებზე მცნობენ სუმპატიჟებენ ხა ბოლო იმ ჩემი ბრძოლის მერე სხვა ივენთებზე VIP ტიკეტებს მიგზავნიდნენ და რომ მივედი იქაური მაყურებელი ფოტოებს იღებდა ჩემთან და რაღაცა პოსტერებზე ხელს მაწერინებდნენ. ანუ რეგიონალური ვარსკვლავი რეგიონალურ სცენაზე ხო გავხდი ცნობილი მაგათში რა და ეს WFC ჩვეულებრივად თამაზობს ეხა პროჩხუბს, ანუ აქვს მაგათ პროჩხუბები. პირველი ჩხუბი სადაც ვიჩხუბე Epic Fighting-ი ქვია მაგ ორგანიზაციას, ეგ უფრო კალიფორნიისკენ არის ლას-ვეგასში არ ტარდება, მანდაც ვთავაზობენ ეხა პროჩხუბს და მინდა რომ აი მარტივად გეტყვი მესამე ბრძოლა გავმართო ამერიკაში და რაც შეეხება ენას ბევრი კითხვები არის ეხაც გავცემ ხალხს პასუხს უნდა ხალხს ჩემი კვლავ ენაზე ხილვა და მაგას გავცემ პასუხს სხვა ინტერვიუშიც გავეცი პასუხი მაგრამ აქაც ვიტყვი რომ ეგ უკვე დანარჩენი ენაზეა დამირეკონ და მე აუცილებლად დავთანხმდები რომ ეხა ყველა რაც ახსენე რა, ანუ სადაც ქონდა ნაბრძოლი, ისინი ახსენე ამერიკაში, ხო? ანუ გაკვალული არის გზა, ხო? გაკვალული თუ გაყვალილი? გაკვალული, ხო? კი, გაკვალული. თან აი ეს ჩემით რა, აი ამ WFC Epic Fighting-ის ორგანიზაციების პრეზიდენტებსაც ვიცნობ, მატჩმეიკერებსაც ვიცნობ და ამ ორი ორგანიზაციის გარდა კიდე რამდენი მატჩმეიკერი, აი ტაფენაფი არსებობს. აფენაფის მენეჯმენტსაც ვიცნობ, მენეჯერი, მატჩმეიკერი ვინც არის. თან ფაით ფაზე არიან ეგენი და კი, აფენაფსაც ვიცნობ. LFA-ის მატჩმეიკერსაც ვიცნობ. ყველას ინსტაგრამზე მაფოლოვებენ ბევრ სხვადასხვა რეგიონალურ ორგანიზაციებს ვიცნობ და კარგი ურთიერთობა და მიმოწერა, მაგრამ ყველასთან მქონდა მიმოწერა. აი ყველას წერდი, ეს ვარ, ის ვარ. აი ყველანაირად ვცდილობდი რა, ხო ხდები რა, ლას-ვეგასში ვარ, იქნებ ბრძოლა მინახოთ. და აი პირდაპირ ვიტყვი, იმდენად
რაღაცა სულელი ბავშვით ვიყავი თავიდან, რომ აი მაჩხუბეთ ეგეთი ვიყავი, დაჟე აი ეს მაგომედესენბაი რომ ახსენე მაგაზეც კი ვიზავდი, ვეჩხუბები მეთქი რა პრობლემაა მეთქი და რაღაც რა და ნელ-ნელა ეხა მეც დავამუღამე როგორ უნდა წაწიოს კარიერა შენი თან რომ მივხვდი რომ აი ჩემით ვცდილობ ამ ბრძოლების პოვნას რაღაცა მე თვითონ დავუჭირე ის ალღო რომ აი სწორედ გავაკეთო და ესე კონექშენებიც დავაგროვე ამასობაში და რავი მგონი ყველანაირად სწორად მივდივარ რა ჯერჯერობით რაც ასაღნიშნავია ახლა მაგალითად ხო თანამედროვე MMA-ში ბევრს შეხედო ნეტვორკინგი მებრძოლის ნეტვორკინგის სკილი ძალიან ერთ-ერთი უდიდესი სკილათაც კი ნაღამითულება რადგან ძალიან ბევრ კარგს გიხსნის რა ძალიან სწორია რა რომ სტილურ ნეტვორკინგისკენ იყო აი ორიენტირებული კარგი კომუნიკაციის საშუალებები გააქვს როგორც ასეთი მაგრამ ვიხსნის ბევრ კარებს ანუ იმიტომ რომ ყველა ვართ ხალხი და ყველა რა თქმა უნდა სიმპათიებიდან და ანუ ანტისიმპათიებიდან გამომდინარე ხა ფაქტურად არმანის кейსი რო ავიღოთ რამხელა გაიჭედა ტიპი იმიტომ რომ ან რაღაც ჩეკეტები და უხეში და უზდელი იყო plus ახლა მუშაობა მის ნეტვორკინგს და დღესდღეობით რეალურად სიმპათიებს იწვევს როცა უკვე ანტისიმპათიები ქონდა და თავს არიდებდა და ასე შემდეგ რა ახლა მოსარის кейსი რო ავიღოთ ხო ნეტვორკინგის სკილი აქვს 0 ტიპს რაც არ უნდა მაგარი იყოს ხო მაგათად ხო აი გადადობილი არის მესამე უჯრედში კიდე ვარ უთქვია დენა ვაიტს რომ მივცემ თუ არა სატიტულო ბრძოლასო წარმოიდგინეთ მაგრამ აქ ნას უკვე სპორტული თვალსაზრისით მაგაზე მეტი რა და რა თქმა უნდა ყველა მებრძოლემ თანამედროვე უნდა იცოდეთ რომ თქვენი ნეტვორკინგის სკილი განვითარებული უნდა იყოს პლუს ჯანსაღი უნდა იყოს რა ეს არ უნდა იყოს ახლა ცოტა გამიტრაკე საქმეთ რა ანუ ჯანსაღი ნეტვორკინგის უნარი გაგაშეთო და იმუშაოთ თქვენ ნეტვორკინგზე ასე ვთქვათ რა ნეტვორკინგის სკილებზე მოკლედ ძალიან სახალისო რაღაცები ახსენეთ ეხა ის არმანი რო ახსენეთ პრეს კონფერენციაზე რაფის იმან უთხრა რომ იმ ვალს იმ დანიზავებულს დაგიბრუნებო ნინასთან თუ მომცემო იმასო დეიცო არა მოკლაო და არა კარგად ჯანსაღად მოაჯინა იგიპათ ბოდიშები ხარ ახლა კლოუნი არის ახლა და ცოტა ის ინდუსტრიაში არიან რა და ეხა მოუზარი ახსენე მოუზარმა რაღაც დაწერა ილიას მამა შენიო აირჩევდაო რაღაც მახაჩევსო თუ რაღაც გაურკვეველი რაღაცა დაწერა მოკლედ ანუ კრინჯის ოვერდოზი მივიღეთ უკვე არ მე და ბოლომდე ვერ წავიკითხე რა დაწერა იმიტომ რომ ის კრინჯი იყო ბიჭო ლა შენაც ახსენე ეხა რა სულ ესე მგონია ხოლმე რომ ეს არის მენეჯერის საქმე რა ხო და ანუ როგორ ფიქრობ რომ ამ კითხვა ხშირად მიკითხია ეს რა ანუ ხო არიან მაგარი მენეჯერები რა მენეჯმენტ გრუპები და რაღაცეები რას ფიქრობ რომ ამ ეტაპში არ გჭირდება თუ პირიქით ამ ეტაპში ჯობია ამიტომ ყველაფერს შენ თვითონ აკეთებ მაგრამ ზოგი არის რომ მენეჯერი ყავს მაგრამ მაინც თვითონ ეკონტაქტება ანუ matchmaker-ებს და რას ფიქრობ? აი, როგორ გითხრა რა თქმა უნდა აუცილებელია რაღაც დონეზე მენეჯერი რა. უბრალოდ ეხა მეც განა ისე ვარ, აი ჰოპ და ყველაფერს ჩემი წყვიტა, ანუ ყველას ვეკითხები აზრს, რა ვინც ყავს გარშემო ისეთი ხალხი რა, იქ მათე იქნება, ამირან გოგოლაძე, აი ყველას გამწვდიდობ, რომ რაღაცა ის აი თუნდაც რაც შეეხება აი IFC-ს მაგალითად ვიკითხებოდი, გამოვწვდით ხალხს რა, რომ აი დავთანხმდე ეს ქნა ის ქნა, ანუ მაგებს ყველაფერს ვიღებ რა, მაგრამ რა თქმა უნდა ეხა მენეჯერი საჭიროა და იქნება აუცილებლად საჭირო მენეჯერი საჭირო იქნება და მწვრთნელიც რა იმიტომ რომ აი ახლა სოზამაც ეგახსენა საბამ რომ მწვრთნელი გჭირდებაო რა ხომ მიხდი აი ჩემი თუ აკეთებ ყველაფერს აი ახლა მაგალითად კენას ფაით ვიგზეც და ახლა ამ ფაით ვიგზეც ჩემით გავწერე რა ვქნა მაგალითად ორ შაბათს სამ შაბათს ოთხ შაბათს ხო ხვდები რა როცა ხა არ არის პატარა საქმე წონის კლება 82-3 კილოგრამს ვატარებდა კენასთვის ეგრე გამომივიდა 13-12 კილოს დაკლება და ეხა ვარ 78 რა ანუ მაგდენი აღვიდგინე ოქტაგონში შევედი 77 და რაღაცა ნახევარი ხო და ეხა ვარ 78 ვიკლებ კიდე 70-ში ხო და ხო ხვდები ამას ჭირდება გამოცდილება ცოდნა MMA-ის წონის კლება ცოტა სხვა არის და აი ესე ჩემით რა ხან ამირანს ვეკითხები ხან მათეს ვეკითხები ხან სოზას ვეკითხები იქ მე რაღაცა საერთო აზრი ვერ იჩითება, იმიტომ რომ ხა სამ სხვადასხვა ადამიანს რო ვკითხავ, სამივე სხვადასხვა ინდივიდუალური რაღაცაა და აი წვალებაში ხო ხვდები რა, წვალებაში, მაგრამ იქ კი რა, ანუ მაგიტო ვიზახი რომ ეს ყველაფერი დროებითია და აუცილებლად მწვრთნელი საჭიროა და მენეჯერი საჭიროა რა. სხვა დროს ამირანი მეღადავება ხოლმე, ამირანი ძალიან მაფასებს რა რაღაც პონჩი, იმიტომ რომ
ჩემი პირველი YouTube ვიდეო რაც ჩავწერე ეს იყო 2020 წელს მქონდა გიგა ჭიკაძესთან ინტერვიუ და ამირან გოგოლაძესთან 2020 წელს დავიცანი პირველად ამირანი ეს ინტერვიუ რო ქონდა ხო და ვახსოვა პუტკუნა რაღაც სათვალეებიანი ბიჭი რა ხო ხდები რა არც ვარჯიშობდი მაშინ არაფერი და საი მაგრამ მოიხოდეო რა და თანო მეძახის კაროჩე აი ყველაფერში ნიკიხარო რა კაროჩეო ვიდეო მემონტაჟეო იუთუბერიო გადაღება გინდაო მებრძოლიო კაროჩე მენეჯერიო ხო ხდები აი ყველაფერი რა ხალხის ერთი ჩემი მეგობარია ავტოხიმშიაშვილი ამერიკაში საქართველოში საკმაოდ ბევრი ბრძოლები ქონდა ჯერჯერობით პრორეკორდი არ აქვს მაგრამ ემეჩერები ძალიან ბევრი აქვს ნაჩხუბი საქართველოში ოღონ ისეთი რო არ უწერია რეკორდში და მას გავაფორმებინე ეხა ამ რომან ეთლეტიკ ინსტიტუშენ როგირსენ თორნიკენ აგლიაშვილი და ისინი არიან თქო მაგასთან მაგბიც გავაფორმებინე ჩემი მეგობარია ეს ავტო კონტრაქტი ამ რომან ეთლეტიკ ინსტიტუშენთან და მე გადავებოდა რა იმე მენეჯერის ხარო ვიყო რა ხო ხდები გახსოვს თუ არა ერთ თარიღს გეტყვი რა 9 დეკემბერი 2017 წელს სადიყავი და აი რასაკეთებდი თუ გახსოვს რა 2017 წლის 9 დეკემბერს ვიქნებოდი ძმაო ძიუდოს სბორებზე ტრენინგ კემპზე ბაკურიანში რადგან 21 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე და ჩემი ყოველი დაბადების დღე ემთხვეოდა ისე რომ სბორებზე ვიყავი რა და წესით მაგროისთვის უნდა ყოფილიყავი ძიუდოს სბორებზე 2017-ში ჯერ კიდევ ჭიდაობდი დეკემბერში თან სრიალიც არის ხო მანდ სრიალებდი არა სრიალით ვარჯიშობდით დაალბოდით ოქტაგონაზე ალბოდით და დიდველზე და რავი რაღაც მაგარი ვარჯიშები ქონდა ხოლმე მომენატრა ძალიან სხვათა შორის აი ეგ მომენატრა ხვდები აი ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი რა რომ აი ძიუდოს ეს პროფესიონალი გუნდური შეიძლება გუნდური იყო მაგრამ აი რაღაცა მიდგომა იყო სხვა რომ აი გაღვიძებდნენ დილას რომ წავიდა სარბენა და რაღაცა ფუშავდნენ მიხდი აი ხა დედავს ვფიცავენ მე რომ დღეს ხვალ წამოვწვე ფეხი-ფეხზე გადავიდო ბურგერების ჭამა დავიწყო ჩიფსების ჭამა და ტელევიზორს ჩავუჯდე არავინ არ დამირეკავს და არავინ არ მომიკითხავს რომ აი რა შვები რა სათხარ რატო მიცდნენ ვარჯიშს მიხდი აი მაგას გეუბნები რა აი ჩემით მაქვს რა ეს სურვილი მიხდი და ახლა რა არის დასამალი ბევრჯერ მოწყვეტილ ვარ ამ სურვილს რეალურად ეს იყო ამერიკის პირობების გამო რა აი ბევრჯერ ყოფილა რომ ამერიკაში ვცხოვრობ და მუშაობ რა ახლა მე მაგალითად ხან რითი გამაქთავი ხან რითი მაგალითად ხშირად მუშაობ დორდაშზე ეს არის საჭმლის სპეციალური სერვისი რაღაცნაირად self employment არის როცა მინდა რომ მაშინ ჩავთავ და ვიმუშავებ როცა მინდა რომ არა მაგ თემაში გრაფიკისთვის კაია მაგრამ აი ყოფილა შემთხვევა რომ აი რაღაცა პრობლემები გაქვს რაღაცა თანხა გჭირდება ფინანსურად და გადამიდია გვერდზე სულ ეს ვარჯიში და რავი ყოფილა თვენახევარი დარბაში ან სულა და აი რავი დღეში 12 საათი აი ამ დორდაშის მუშაობაში რა და რა თქმა უნდა ბოლოს ისევ მე მივსულა დარბაში ჯონუდი კი არ დაგირეკავს სადა ხარაბა მოდიო რატომ იცდე ვარჯიშო ხო ხდები ანუ ისევ ჩემით ფუშავ ამ ჩემ თავს მიხვდით ანუ მაგის თქმა მინდოდა აი ძმური სიტუაცია აშკარად ჩანს რა ბიჭების რა თქვენი რა ანუ ახლოს ახართ ყველა ანუ ფიზიკურად ახლოს ცხოვრობთ ერთმანეთთან და რაღაც ხო ალბათ კი ეგ ყველაფერი კი რა თქმა უნდა და აი ისე ბიჭებისგან თუ მექნება ეს ფუში რომ აი ლაშა ივარჯიში არ გააცდინო ვარჯიშები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო მიხვდი მაგრამ რო დავიკარგო ჩვეულებრივად დავიკარგები რა მაგის თქმა მინდა ხო ეხა უკვე დასრული ცხოვრების ნაწილი არის მაგრამ რომ რეალურად ხო ყველა ადამიანი ყველა დიდი პიროვნება მისი თავის პატრონი არის და დიდი პიროვნების გზის ნაწილი არის მაგ ამიტომ მე შესაძლოა მაყოფილი ვიქნებოდი და ბედნიერი რადგანაც მართალი ხარ რეალურად შენი ცხოვრების ბიჭო და თან იმაზე ლას-ვეგასზე იძახიან რომ ცოდვის ქალაქი არისო და ხო რა ცოდვებზე საუბრობენ ხო არ იცით აბა ბიჭი ცოდვები არის ძმაო ლას-ვეგასის სტრიპზე ან ცენტრში რო გახვალ და
რა კოკაინს რომ მოგაწვდის ვიღაცა ბარიგა იყიდებო და რაღაცა მოხდები და სულ რომ ისინია კაზინოები და ჰუკერები რო დადიან შუა ქუჩაში და sex drugs and rock and roll რასაც ქვია ხო sex drugs and rock and roll რა ალბათ ცენტრში ლას-ვეგასის ცენტრში იმენა არ უნდა გახვიდე რა მართლა ცოტა ანუ მან რო არ ვარჯიშობდე ცხოვრებას მან ვერ ნახავ რო შენ მან დიცხოვრო ხო ანუ შენ თავს ვერ დავინახავ რაღაცა იცი რეალურად მაგარი ბორინგია ლას-ვეგასი რა პირდაპირ ვიტყვი იმ ხრივ რომ ჩვეულებრივი უდაბნოა და აი კიდევ ვიზახი ერთადერთი გასართობი რამე თუ ან სანმე თუ გინდა გასვლა ხალხში გახვალ იმ ცენტრში სადაც ეს ტოტალიზატორები ტურისტებია რა დანარჩენი ისეთი არაფერი არ ხდება მკვდარი ქალაქია, მკვდარი ადგილია, რაც ვფიქრობ, რომ დადებითია იმ ხრივ, რომ როცა პროფესიონალი MMA-ის მებრძოლი ხარ და ვარჯიშის გარდა არაფერი გაინტერესებს, სხვა გასაკეთებელი არაფერი არ გაქვს. ხომ მივხვდი იმ ცენტრშიც. გახვიდე 1-2 გაივლი, ნახავ, ხო, მაგარია და всё, მეტი გარეთ ისეთი არაფერი არ ხდება რა და წახვალ ივარჯიშებ, ანუ რეჟიმი მაგრა გექნება, მივხვდი? ანუ სინსირი რა შენ თუ გაგხოლმე რა ანუ ის გამოწვევები თუ როგორ აკონტროლებ თავს რა რომ არ შეგიყვანოს რა რაღაც გართობის იმიტომ რომ ახალგაზრდა ხარ ხო 25 წლის ხარ რა თქმა უნდა და 24-ის არ მაქვს არაფერი ისმეს სიმართლე გითხრა არც დალევა არ მიყვარს არც კლუბებში სიარული არ მიყვარს პირიქით კლუბები მეზიზღება რადგან ლოს-ანჯელესში რო ცხოვრობდი წელიწადნახევარი ერთი პერიოდი მოკლედ ისე მოხდა რომ აი საჭმის მიტანაზე რომ მუშაობდი დამებლოკა აკაუნთი და მომიწია რაღაცა სხვა სამსახურის პოვნა და დავიწყე მუშაობა ღამის კლუბებში რა ბაუნსერი ვიყავი და აი ისეთი გამოცდილებები მივიღე მან პირიქით კლუბები მეზიზღება ანუ ჩემთვის კლუბებში გასართობი არ არის რა იქ მაგარი სისტემა აქვს ბაუნსერების რა ხო თლიანი კლუბი არის რეალურად ჩხუბი ხო თან კლუბი არიან რა ყველა სიცნო ყველა ერთმანეთს იცნობს რა რაღაც ჯგუფური მიტინგები და ლაისენსები და რაღაც ხო ეგეთი კონდია მე გეტყვი კაროჩე აი რა ფილმებში გექნება ნახე მე მუშაობდი ძალიან გეტო ნაით კლუბში ლოს-ანჯელესის დაუნთაუნში იყო და აი იმენა რავი განგსტერული გარემო იყო იმენა ის შავები მეცვა ეს შავი კაპიშონი და ხო ხდება რაღაცა იმენა აი ფილმებში რო ხო იცი ვიღაცას ქუჩაში რომ მოისვრიან ნაგავს აყრებს და ეგეთი თან მან იარაღი დააქვთ ხო ძირითადად თუ არა იარაღი აქვთ აი ლოს-ანჯელესი არის ძალიან აი რავი მართლა GTA-ია რა კაროჩე აი იმენა GTA-ია დედასფიცავა რა აი ჩვეულებრივად რავი გენგ მემბერები რო დადიან ეს ბანდის წევრები და აი რავი აი საგიზი ხო აი სუეგეთის ასტავია მექსიკელები აი რავი კაროჩე აი მართლა ძალიან შარს ვისი არის ქუჩები აბა მაპატია. სხვათა შორის მაღაზიის, აი იმენი ისტორია მაქვს, პროსტა რო ვილაპარაკო, აი ვერ მოვჩები ორი დღე და პლუს კიდე ხალხი იფიქრებს, ესო რეებს ყვება, აი მაგალითად მაგ ღამის კლუბში სადაც მუშაობდი, ერთ დღეს შემოგვივარდნენ უკვე რო ივენთი მორჩა დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა მექსიკელები რა აი იმენა ახვეული მასკებით ყველაფრით დაჟე მახსოვს იარაღები ეჭირათ ჩვეულებრივად და ხელთათმანები ეცვათ წარმოიდგინეთ თან იმენა ჩვეულებრივი კილერები იყვნენ ტიპები რავი რა და აი ამ ჩვენ მიპატრონეს შეუთვალეს რომ ჩვენ თარფზე რო კლუბს ამუშავებო ანუ ამ ჩვენ ტერიტორიაზეო ანუ როგორი რაღაცა იყო ისი აი სიტყვები მახსოვს იცი როგორი მეშინოდა წარმოგიდგე ის 3 მექსიკელი იარაღით მედგა და მიმიზნებდნენ ჩვეულებრივად რა რომ კაროჩეო protection-ი გჭირდებაო ამ მეპატრონეს უთხრეს რა და თუ არ ვწდები რაღაცა ელ კლანტონ 13-ო თუ აი რაღაცა სახელი ახსენე აი დედას თო მაგდროს მე ანიშნული კლუბში მეთქე აი რის გამო უნდა გამაგორონ წარმოიდგინე აი ჩემ მშობლებს ურეკავენ რა რომ აი თქვენი შვილი რაღაცა ერთ-ერთ კლუბში იპოვნეს აი ეგაა ამერიკა ძმაო რა ეხლა ვიღაცა შეიძლება ამ პატარა საქართველოსთან მოიჩვენეს რომ რასისულელეებს ყვები და რა ფილმებში ხდება მაგრამ 450 მილიონიანი ქვეყანაა უდიდესი რავი კალიფორნია ლოს-ანჯელესი თვითონ ლოს-ანჯელესში არის
თვითონ ან ლოს-ანჯელესი არის უკვე ქაუნტი, მარტო ქალაქი არაა და შიგნით არის უკვე ქალაქი. ანუ რამხელა ისივ ერთი აუხწერ პროსტა რა და ის აგიჟეთია რა. Straight up GTA მეხუთე რა. და გეიმერი ხარ ხო თუ? ვა. აი სამი გეიმერი. მაგარ დიდი გამოცდილება მომცა სხვადასხვა ლოს-ანჯელესში. ხო იცი GTA არის რეალურად ლოს-ანჯელესზე აწყობილი რა. რამოდენიმე მგონი Vice City მგონი არის Miami თუ არ ვცდები ხო? San Andreas-ი არის ლოს-ანჯელესი რა. San Andreas-ი არის ლოს-ანჯელესი და Vice City არის Miami რა. San Andreas-ია კალიფორნია. ხო. ხო, კლიანად ხო. Los Santos-ი რაც არის ლოს-ანჯელესი. ხო. არის ლოს-ანჯელესი. და აი ჩვეულებრივად იცნობ რაღაც ქუჩებს. აი მაგალითად ესეთი არის Santa Monica. Santa Monica-შიც მუშაობდი პიერზე ერთ-ერთ კლუბში და აი მენა რავი GTA-ში ვიყავი ჩვეულებრივად რა. ანუ ჯერ თავიდან LA-ში ლოს-ანჯელესში ჩახვედი? კი, ლოს-ანჯელესში ცხოვრობდი წელიწად ახევარ. და ნუ გიგას პერიოდი იყო და ახსენე რომ ქონდა ხო კონტაქტი გიგასთან და მაგის ჯიმი შორს იყო შენგან და გიგასთან გადავიკვეთ საქართველოში ჯერ კიდე მაშინ როცა მოვყევი რომ პირველი ვიდეო გადავიღეთ ერთად და რავი არ დავკონტაქტებულ ვარ გიგასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია ამ ლოს-ანჯელესში ყოფნის დროს ვიცოდი რომ აქ იყო მაგრამ გიგას დარბაზი Kings MMA იყო Huntington Beach-ზე რა ძალიან შორია ლოს-ანჯელესი ძალიან დიდია მე სადაც ვიყავი მაგალითად Huntington Beach-ში იყო საათი და 40 წუთის გზაზე საათ 2 საათის გზაზე და სხვადასხვა არ გავსულ კონტაქტზე და მე გიგასთან ბევრჯერ გადავიკვეთე დღემდე გიგასთან კონტაქტი მაქვს ინსტაგრამზე ვაფოლოვებ ერთმანეთს კენაზე გამარჯვებაც მომილოცა და მე ერთხელ დაჟე მერაბთან ერთადაც იყო ჩვენთან ლას-ვეგასში და მითხრა რომ ლოს-ანჯელესში რო ცხოვრობდიო რაღაცა თუ არ დავეკონტაქტეო და რაღაცაო და ის და რატომღაც აი ჩემით მინდოდა რა სიმართლე გითხრა აი ამ ამერიკაში ჩავედი ბევრგან მოვყევი რომ მარტო წავედი ამერიკაში და აი მარტო მინდოდა ამ გზის გაკაფვა რა ასე რომ ვთქვათ რა ანუ არავის არ ვცდილობდი თორე ხა ამერიკაში ქართული რაღაც pride ხო არ არის რაღაც ესეთი რომ პირიქით რა ვიცი ძმაო ხა ქართველებზე ისეთი რაღაცები ვიცი ხა არ დავიწყებ მოყოლას მაგრამ მიდიან ნიუ-იორკში ძმაო და ნათესავებთან და კიდე ბევრ ცუდ რაღაცებსაც აკეთებენ ბევრი ხოაზე ხარ. არა, ბევრს აგეგეთი რომ შეწუხება არ გინდა ვიღაცისა ეგეთი პონტი ხოაზე ხარ თან თუ ახლოს თუ არ იცნობ ადამიანს ხო? კი რა, ზუსტად მე მყავდა ნიუ-იორკში 1-2 ისეთი ნათესავი ვინც მაგალითად წამადგებოდა რომ ჩავსულიყავი იქ რაღაცა გვერდში წამხვალებოდა იმიტომ არაფრის გარტყვაში არ ვიყავი რა მაგრამ რავი ესე მარტო მქონდა მუღამი და მარტო სხვადასხვა ძალიან ბევრი ვიწვალე ძმაო და ძალიან ბევრი ჭკუაც ვისწავლე ყველაფერი რომ გამოვიარე აი ყველაფერში აი ყველა პატარა დეტალში მივიღე რაღაც გამოცდილება აი მაგალითად ჩემი პირველი მანქანა რომელიც ვიყიდე ლოს-ანჯელესში მაგარი მანქანა შემოვტერეს 2019 წელს ქონდა რეგისტრაცია ვადა გასული და გადავსაფორმებლად რომ მივედი $3000 მქონდა გადასახდელი ვერა გავგიჟდი კაროჩე და არც ვიცოდი რომ რა როგორ ხდება ანუ მანქანას ეკეთა ჩვეულებრივად license plate-ები ანუ ნომრები რა და საქართველოში ხო ეგრეა რომ მანქანას თუ ნომრები აქვს ესე იგი ხო არის რა და თურმე იქ არის სტიკერი რა და მანქანას ანუ აკვირია სტიკერი აი მაგალითად ეხა ხო 2026 წელია უნდა ქონდეს 2027 წლის რეგისტრაცია და ანუ შენ რომ მანქანის ნომერი გაქვს იქ გიკრია სტიკერი რაღაც 2027 წელი აგვისტო ანუ 2027 წლის აგვისტომდე გაქვს ეს სტიკერი ხო და ეს რომ ნახე მანქანა ეკეთა ჩვეულებრივად ნომრები არც კი შემიხედია კაროჩე რა და თურმე სტიკერები არც აკვირია ამ მანქანას და ეგრევე ვიყიდე რა თქმა უნდა ამ ტიპმაც რუსი იყო სხვათა შორის ვისგანაც ვიყიდე რაღაც ხელა ამერიკაში რუსისგან ვიყიდე მე მაგის და კაც ახსენა ვაფშე რომ მანქანას ეს რეგისტრაცია არ ქონდა და თან რეგისტრაცია არ ქონდა ბიჭო 2019 წლინა წარმოვიგე რავი ერთი 2022 წლის ამბავს გიყვები 3 წლის რეგისტრაცია მქონდა გადასახდელი $6500 ვიყიდე ეს მანქანა იყო Volkswagen Passat 2013 წლიანი და 3000 ზემოდან გადავიხადე რეგისტრაციაში 10000 დამიჯდა ეგ მანქანა და ბოლოს გავყიდე 4000-ში ეგ Passat-ები ჩვენთან მილიციის მანქანები არისო ყოველთვის ადრე ხო მგონი Passat-ი არა
იქ Skoda მგონი Volkswagen-ი იყო ეს ყველაფერში რეალურად იმენა ვიტანჯი რა და ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა დეტალი ყველა იმას რო არ ჩავყვე რავი გინდა იქ ბანკის გახსნა გინდა პრავის აღება ამერიკული driver's license-ის აი ყველაფერში ნაწვალები მაქვს ხო ხდები რა ესე მარტივად არაფერი არ მოხდა რა ეხა ახსენე ჩვენი ხელგაშლილი მეზობლები რა და მან ლას-ვეგასში რა ორ კითხვას დაგისმევ რა ოღონდ ერთად რა როგორც ქართველი უკვე გათქმული სახელი არის რა ის თარიღი რო ვახსენე მაგ თარიღზე გააკეთა მერაბიმ დებიუტი რა UFC-ში ფრანკი საინზიდან და მაგის მერე ერთი ევენტი არ გამიმაზია რა მანამდე ვიცოდი რომ UFC არსებობდა და რაღაც მაგრამ ძალიან casual ვიყავი აი ვიღაცა ძალიან ცნობილი რაღაც თუ იყო ხოლმე YouTube-ზე highlight-ებს უყურებდი ხოლმე რა რაღაც მოჩი ვარ მერაბი რო შევიდა მე შევჯექი რა იმიტომ რომ ქართველები რო არ იყვნენ მე ძირითადად სპორტზე მიყვები ხოლმე რა მიყვები ქართველებს ხოლმე რა აი მაგალითად ფეხბურთშიც რა ფეხბურთს ისე არ უყურებ მაგრამ თუ PSG არის ჩემპიონთა ლიგა არის უყურებ რახან კვარა არის და ეგეთში რა და ანუ როგორც ქართველი აი რამდენად ცნობილი არის ჩვენი სახელი მაგ სფეროში მებრძოლების სფეროში და მე მეზობლებზე შეგეკითხები მაგრამ დავამთავრებ რომ ამ კავკასიელი მეზობლები თავს თვლიან როგორც რუსებად უფრო ძირითადად კარგი მე როცა ამერიკაში ჩავედი და ლოს-ანჯელესში იყო 2022 წელი და აი მახსოვს მაშინ აი ყველაფერი პროსტა გეუბნები აი ძალიან მალე შეიცვალა აი რო ესწრები მართლა ცვლილებას და გრძნობ დღითი დღე აი ეგრე მოხდა თავდაპირველად რო ჩავედი მაშინ მერაბს პიოტრიანთან ნაჩხუბარი არ ქონდა და იყო რომ ბევრჯერ გავსულ ვარ ხალხში და აი რაღაც where are you from და ჯორჯია და ატლანტა და რაღაცა რა ანუ აი რა შტატი მეგონე რა არა მე ისე მოხდა უცბად რომ აი მერაბმა იანთან მოიგო უკვე მაგალითად სხვათა შორის ეს ისტორიაც მოყოლი მაქვს მე რომ ამ ღამის კლუბში რო წეგან ვსაუბრობდი სადაც დავიწყე მუშაობა ამ ღამის კლუბის ბაუნსერების უფროსი იყო UFC-ს ფანი და რო გამიცნო პირველად ქართველი ვარ თქო რომ უთხარი do you know Merabo he just beat Peter Yano რა და აი მან ვიგზენი უკვე რომ აი ვიღაცა შტატში არავერი ხო ხდები რა ხო და ეგ პერიოდი ჯერ კიდე ცოტა ხანი ერეოდათ ესე ჩვეულებრივად რენდომ ხალხს რა უბრალო ხალხი ვისაც გავიცნობდი არ იწვევდნენ რა ეს ამერიკელები თორე გამოგათლებლები არიან გეოგრაფიაში ხო და აი მე უკვე ძალიან შეიცვალა ყველაფერი ლას-ვეგასში რო გადავედი და ეს ზუსტად მერაბს რა ისიც ქონდა რა ეს სეხუდოსთან გამარჯვება მე ომალის ქამის აი ძალიან შეიცვალა ძმაო და დღემდე აი ყველა მიცის საქართველოს და აი რავი ბოლო რამდენი წელია უკვე ესე 1 წელი ან წელიწადნახევარი ვიტყოდი რომ 13 წელს ვარ თან ამ წელიწადნახევარში ბევრგან ყოფილი ვარ ნიუ-იორკის შტატში, ტეხასის შტატში, ლოს-ანჯელესშიც დაბრუნებული ვარ აი სხვადასხვა პატარ-პატარა თემებზე რა ცოტა მოკლე პერიოდით სადმე თუ ვინმე შევხვედრილო ყველა მიცის საქართველოს რა ამერიკაში და ეხა შენი აზრით მაგათვი შენ იგივე ბრაზა ხარ და რამე თუ მაინც სხვა გაყოფილები ვართ რა ჩვენ რა ეხა კავკასია მაგრამ ჩვენ ვართ ქართველები და სხვა დაჯგუფებულები ვართ არა როგორც ბრაზა ხო აზე ხარ რა ეგეთ პონჩი ანუ ეხა რაც შეეხება კავკასიელებს ანუ წერა ამერიკელებზე ვიძახდი რომ ჩვეულებრივად გვიწრობენ უკვე ამერიკაში კავკასიელებს რაც შეეხება სინდიკატში ყავს ბევრი კავკასიელები ძირითადად არიან ჩეჩნებით ყავს დაღესტანელებიც უკრაინელები თუ ითვლებიან კავკასიელებს უკრაინელებიც ყავს უკრაინელები ძალიან კაი ბიჭები არიან კაი ურთიერთობა გვაქვს ყაზახებიც არიან 1-2 კაცი ანუ ძალიან ბევრი მიდის და მოდის ამ სინდიკატში რა ან კემპებზე არიან ჩამოსული ხა ეს თუდად არავისთან არ ვართ და აი მე ვიტყოდი მაგალითად ეხა ძალიან პირადად რო ვიღაცების სახელები არ ვახსენო ეს თვლიან თუ არა რუსებადო თავს რო გითხრა ძალიან ბევრი ეგეთი კავკასიელი ჩეჩნებზე ვიტყვი მაგალითს არ თვლიან თმაო მაგრამ ძალიან პოლიტიკაზე არ მინდა რომ შევეხო მაგრამ ანუ ვალდებული არიან რომ საჯაროდ ჩათვალონ თავი რა ესე გეტყვი რა დანარჩენი ხე უკვე მაგაც პოლიტიკაა და მაგაც ხდება მაგრამ მე ბევრი აი ჩეჩენი მებრძოლი ვისაც ვიცნობ უთქვიათ რომ აზე ხარ რა ანუ
სამწუხარო თვითონ მე მითხრა სამწუხარო და ჩვენო რუსები ვართო საჯაროთო რა. და იმის შანსი ისინი მეგზობები იგივე ჩავამატებ რომელსაც ანუ ისეთი სიტუაცია აქვს მის რეგიონში რომ აი გარდაუვალია რომ აი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან რა რადგანაც ვერ გასჭი ადამიანს რომელიც თავისუფალია ოჯახის წევრების წნეხიდან და ისინი ისეთ წნეხში არიან რომ მაყურებელსაც მინდა სწორად აუხსნა რა იმ ხელა წნეხში არიან მისი ოჯახის წევრები რომ ზოგადად ანუ რომ ნაბიჯი მარჯვნივ გადადგან ან ნაბიჯი მარცხნივ გადადგან თლათელი ოჯახი დაინგრევა წარმოიდგინე არის რა ეს გავსი ეს თემა მოვუყევი მე 1-2 ჩემ მეგობარს და აი ძალიან ისეთი ის ქონდათ რომ მაშინ აი ესე და უნდა ამოიღონ ხმა და რაღაცა ეხა ცოტა სხვა სიტუაცია აქვს ეხა მე პირადად მაგალითად ჩეჩნებზე ვეტყვი რომ და სხვა სიტუაცია. ხო არ მე უშუალოდ ჩეჩნებზე ვლაპარაკობ რადგანაც მე სხვა დაღესტანი მებრძოლებსაც ვიცნობ პირადად და ეს თუ დაღესტანი მებრძოლებს ვიცნობ რომელსაც პირადი სიმპათია გააჩნია რუსეთის მიმართ და რუსული ფედერაციის ნაწილად აღიქვამს თავს ხო ჩეჩნები ახლა რეალურად სხვა კულტურაა მისი ენა აქვს მისი სამყარო მისი ქვეყანა აქვს მისი წესები აქვს მაგრამ ისეთი სიტუაცია აქვს დღეს მაგათ ხო რომ ჩვენთან საქართველოში BFA-ში ბევრი ჩეჩნები ვარჯიშობენ უშუალოდ BFA-ის გუნდის წევრებიც არიან და ისეთი მძიმე თემა აქვს მაგათ ხო აი ცოტა გადახურვა ისე მოხდა რომ ფაქტიურად ძალიან დიდი რისკის ქვეშ არის მისი მთელი სანათესაო არა მარტო ის და იმ ადამიანმა რა ქნა ეხა აიღო და წავიდა იქიდან ხო რა ქნას ახლა არ მიყვება რუსულ ჯარს არ მიყვება რაფერს წავიდა და არიდა თავი მაინც ეს ყველაზე მინიმუმი გააკეთა მისგან რაც უნდა გაეკეთებია და საფასებელია არის 100%-ით რა ვერ აერიდები რა პოლიტიკას რა. არა, ნაწილია სწორებისა, თუნდა ავერიდოთ კაცო და რატომ დავუკარგოთ, ჩავფლოთ ვინმეს გულში ნეგატივი, როცა არის რაღაც სიმართლე, რაღაც მომენტის სიცოცხლე და ცხოვრების ნაწილი არის, ხალხის სიცოცხლე არის ზოგადად რა, რომელიც დღეს ლაშასთან ვარჯიშობენ, ჩემთან ვარჯიშობენ და ანუ ნაწილი არის ჩვენი ორგანიზმის ეს რომელიც არის შერეული ორთაბრძოლები რა და რა დღეში არიან ისენიც, რომ იყოს off-topic-ში ჩასმული არ არის მაგ შეცდომა. ანუ რითი ერთობი ხოლმე გეიმინგი ახსენე ერთი ორი შენი ფავორიტი გეიმი ან შოუ ან კინო ან სერიალი თუ შეიძლება რომ გაგვიყო რა თუ Counter-ის თამაში მეოსება ძალიან CS:GO Counter-Strike და სხვათა შორის ძალიან ბევრ მებრძოლს ევასება რა საქართველოშიც LAN ცენტრში დავდივარ სადაც არის 5 კომპიუტერი რო დგას და გვერდ-გვერდ თამაშობ და იგივეს გავაკეთებდით ამერიკაშიც ლას-ვეგასში, მაშინ ბევრი ქართველი ვიყავით და მე, ლევან ჩოხელი, ამირან გოგოლაძე, ტანზილოვი, რავი, აი თელი სასტავი მივდიოდით ხოლმე ამ გეიმინგ ცენტრში და ვთამაშობდით Counter-ს რა. და დაჟე ყოფილა რომ 5-5-ს გვითამაშია ჩვენ ქართველები და ტაჯიკები, მუინ გაფუროვია, US-ის ტაჯიკი მებრძოლი ჩვენი გუნდის წევრია და გაფუროვი და თავის სასტავი და ჩვენი სასტავი 5-5 და თამაშობდით და აბა წავიდა ბურგერებზე თამაში ტანზილოვი ენიძლავებოდა მუინს 10 კაცის ბურგერებზე რა. და არც ერთო თამაში არ ეცია ამირანმა რა თამაში რო დაიცადეს და ტანზილოვა და მარტო მე იმე და გეიმერი გავიხიე კაროჩე ერთი 60 კილი მქონდა რა და მარტო მოუგია ტაჯიკერს რა. მლოცავ და ოთარიაო კიდე კაიო იმე და მოვიგეთ. აი ხუჩას ევასება როგორ მოგწონს? აუ საშინელება. არ მოგწონს. მაგრამ სკილები არ იკარგება, იმიტომ რომ მე ვთამაშობ Counter-ს 2014 წლიდან, 2013-ში გამოვიდა თუ არ ვცდები და 14-დან ვთამაშობ რა და ანუ იმენა სემი-პრო დონეზე ვთამაშობდი, ანუ ტურნირები მაქვს მოგებული, ანაზღაურებადი და ეგეთი რა, კაროჩე და რა დარჩა რა ჩემში ეს Counter-ი და ვაფშე არ ყდება Counter-ი ჩემი აზრით რა. ანუ ზოგადად ისეთი თამაშია რომელიც მოდის PS კომპიუტერის არსებობიდან ასე რომ ვთქვა რა ფუნდამენტალური თამაში არის რა ვისაც გეიმინგში გაიცნო პირველ რიგში Counter-ი გაიცნო შეიძლება ვთქვა მე ხა აპდეიტ შევხედე უფრო იმის თვალსაზრისით რომ ანუ კაზუალების ჩამოჭრასავით იყო ანუ რა უფრო რაღაც ახალი ხო უნდა დაემატებიან რაღაც ახალი დაიწყება კაროჩი ჩემი თამაშები არავის არ ევასება რა God of War, Ghost of Tsushima და რაღაცები და რა თამაშები მაქვს ეგენი ყველანი PS-ის მაქვს და
აი ერთხელ ვითამაშე და всё შევეში ხო ხდები ეგეთი ბევრი თამაში არის რა ერთია და ყველაფერი მაქვს ბევრი რაღაც მქონდა თამაშები მაგრამ აი ისეთი რომ აი დღემდე რავი დღეს შაბათია და ეხლა ზვაკაცებმა დამირეკონ და მე სახში ვარ ვისვენებ და წამოგავიდეთ ვითამაშოთ გავალ ვითამაშე არა ეხლა რეალურად მულტიპლეიერს აქვს მარტო იმის საშუალება რომ 1000 საათი დახარჯო მანდ ხო რა მაინც უბრალოდ ახლა სიუჟეტი God of War რამდენჯერ შეიძლება გახვიდე და რა ხო რაღაც ლიმიტი გააჩნია GTA ვთამაშობდი სხვა შორის ხშირად ხოლმე რა ესეც multiplayer GTA სადაც აზა role playing მიდის რა და რაღაც characters აწყობ და კაკრას ლოს სანტოში ხარ და ივენე ეგ გავიჩითე მე როგორ რეალურად ანუ online ვერსია ხო და ეგ გავიჩითე რეალურად ბიჭო იმაზე რას ფიქრობთ ეხლა რომ ანუ ეგეთი დიალოგი მიდის რომ თითქოს UFC კარგავს რაღაც იმას ინფლუენს და ძალას რა და გამოიკაჩა ეხლა რა MVP ხოაზე ხარის Netflix-ზე და რო ადარებენ იმას White House-ის cards და იმის cards რა ხოაზე ხან ანუ მე არვეთ UFC აი ხანი არ მოკვდება და ეს MVP-ს და მაგებს რო ადარებენ MVP-ზე ვინები ბრძოლობენ UFC-დან გაყრილი ხალხი ეხლა და ხო ხლები ანუ UFC-ს არ უნდა შეადარო მაგრამ არის რაღაცები რაც UFC-ში ძალიან არ მომწონს რა და სწორედ აკრიტიკებს ბევრ რაღაცას ხალხი. მაგრამ ფიქრობ რაღაც მაინც სწორედ აკეთებენ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ გაზარდეს ეს სპორტი, ანუ არაფერი არ იყო, რავი თანავაით მაგონი რამდენად იყიდა 100,000 მილიონი ხო რაღაცა. ვაღე დინამის მეგობრებს. არა, როგორი პონტია იცი რომ აი ეს MVP-ს კარტი ხო? დარწმუნებული ვარ რომ ყურებას აპირებ ხო არ გამაზავ ხა უეჭველი რა ყურებას ეგრე ჯეიკ პოლის და აიქინგსაც იმდენმა ხალხმა უყურა მაგრამ ხო ხდები რა კი აგზელება რა ყველა ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ისეთი წამოვიდა რა ეს რაღაც მომენტი ახლა ჩვენ შევეჩვით რომ მარტო UFC არსებობს თორე რეალურად ხო 7-8 წლის უკან და 10 წლის უკან უფრო მეტი ორგანიზაციები იყო და უფრო მეტი სხვა ივენტებიც იყო სადაც რომელიც ყურებადი იყო რა WSOF თუ იყო თუ სხვა ივენტები რო იყო რა ანუ უფრო მეტი ყურებადი და ისეთი იყო ანუ Justin Gage-ის რაღაც იბრძოდა მე მაგალითად უყურებდი მაგას UFC-ს დებიუტამდეც უყურებდი მე ვფიქრობ რომ ბევრი სხვა ორგანიზაციაც დღემდე საყურებელია და პროსტა ხალხმა არ იცის რა ეხლა მე მაგალითად არის ანუ პროსტა აი ათება იცი მებრძოლებზეა ყველაფერი აი მე მაგალითად PFL-ს ვუყურებ დაკოტა დიჩევას გამო ძალიან მაგარი ქალი მებრძოლი აი სიამონეს მაგ მებრძოლის ყურება და პროსტა აი UFC-ს აქვს რაც სხვა ორგანიზაციებისგან განასხვავებს რომ UFC-ს აქვს story line-ები რა ყველა მებრძოლზე არის აი ეს რაღაცა story მაგალითად აი ხაბიბი მისი მამის ისტორია იქ კონორის ისტორია როგორ დაიწყო ჯონ ჯონსის აი თავისი კრიმინალური ისინი აი ყველას დღემდე რა ვისაც აქვს თავისი story line-ი აი მაგალითად მერაბი შონომალი მერაბი რომელი წლიდან იწევდა შონომალის ხო ხდები აი მერე რომ ალჯომ წააგო შონომალისთან მაგრამ ეხა მერაბის დრო მოვიდა რომელიც ალჯოს მეგობარია და აი ეს storyline იკრავს რა რეალურად რაც keep smoking we'll see who's better რა და ეგ პატარა დეტალები ძალიან ბევრს ყვითავს და ეხლა PFL-ში რა storyline-ია ერთადერთი აი კიდე რომელი ბრძოლა გაეყიდა PFL-ს უსმანურმა გამედოვი ირლანდია დაღესტანი რატო ეგეც იმიტომ რომ დაღესტანი იყო ხო რა ხო ხდები და თან მართა კაი ხუბი იყო პირველი და რემატჩიც შედგა და ეხლა გამილაშა ის რკინამ გადაიღო მაგი ძალიან საკაიფოდ რომ ანუ შენ კარდი გახსენ და შენი storyline ახლა ძალიან გასაგები იყო იმერეს ჩაძიებული ვიყავით ყველა მაყურებელი ჩამოვედი საქართველოში რაღაცასე და ესე რკინამ ძალიან საკად გადაიღო მაგი მომენტი რომ აი მოყვა ინაღამ და ყოველთელი კარდის მებრძოლების ისტორია მოყვა რა მიგინდა თუ კუპრავიშმა ხამზად მაევი რომ დაამარცხა შეახსენა მთელ აუდიტორიას და გააღვიძა მაგი ინფორმაცია და ასე შემდეგ რა თქმა უნდა რაც უფრო მაყურებელი ჩართული არის ისტორიაში უფრო მაგარი არის რა მაგი და უფრო უმეტ ყურადღებას იწვევს თორე ახლა ჩვენ ახლა შეგვიძლია დაღესტანელები რუსული კარდი გავხსნათ რომელიმე და რა ვიჩხუბობენ რას არ აკეთებენ სალტოებს უკან და ყველა გიჟები არიან ავიდი მე ასკრებიან ერთმანეთს მარტო კი მარტო ჩხუბი არ არის
ვით UFC არის დღესდღეობით ბიზნესი, აუცილებელია რაღაცა თუნდაც სოციმედიის მხრივ აქტიურობა, PR-ით აუცილებელია. სამწუხაროდ ეგრეა, თუ საბედნიეროდ UFC მარტო სპორტი არაა და რამდენად მაგარი მებრძოლი ხარ. მაგარი მებრძოლიც უნდა იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ძალიან დიდი შრომა და მერაბს მერაბმა ეგ შეცვალა ზუსტად, რომ მე ვეხმარები, კიდე არის ვატო ღვინჯილია, ვინც ეხმარება ამ კონტენტის შექმნაში, გადაღებაში და აი ჩვენ რაც კონტენტის შექმნა რეალურად დავიწყეთ, მერაბის გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, რაც მისი შრომის შედეგია, ძალიან წაადგა, ეხლა ვერავინ ვერ მეტყვის, რომ არ წაადგა რაღაცა მერაბის კონტენტი, რა ძალიან გააქტიურდა ბოლო შონომალი რო ჩამოუყვანეთ, ეგ იყო ძალიან აი ეგ პერიოდი იყო სიგიჟე. ძალიან მაგარი რა. შონომალი იყო ჩემი ძმაკაცი, ვისთან ერთად ლოს-ანჯელესში. ვიცი რომ ლოს-ანჯელესიდან იყო. აი ეგ პერიოდი იყო, რომ ყველაზე პიკზე იყო რა. მე მაიკლ ჯექსონის კურტკა რო წაართვათ საერთოდ რა, ეგ შონომალი იყო, რომ ვა და რაღაცა მაგარი სკიტები იყო, ზოგი სკიტი იყო. ზოგი სკიტი იყო, აი მართლა მაგარი რა, სერიოზულად. კი, ხო და აი რავი რა, ხო ხვდები, ანუ ძალიან ბევრი ის უნდა რეალურად მარტო ივარჯიშე გიჟივით და რაღაცა არ არის ჩემი აზრით რა, ანუ არის აუცილებელი შენი ბრძოლების PR. და იცი ვისი სკიტი მომეწონა კიდე, მაგრა ძალიანა კორი სანდჰეგენის რა. კორი სანდჰეგენი ძალიან ჯიგარი ბიჭი ჩანს რა. და მასმა არ მიყვარსო საერთოდო ხალხს რო ზიანი არ მევასებაო რა. არა ვარო violent guy-ო რა, საერთოდ არა ვარო რა და ისა რომელი სკიტი მომეწონა, იცი? იმას რო აკეთებდა რა, მერაბის ისა სპარინგ პარტნიორებს რო ეძებდა რა და მასები რო შემოდიოდნენ და ისა ყვირილი შეგიძლიაო, ქალები გიყვარს რა. ჩვენ ძალიან მაგრამ პროლავდით უმარს სხვათა შორის თუ გაქვს ნანახი რაც კი ფოტოშოპი დაუდია მერაბს ჩემი გაკეთებულებია მაგალითად ერთ-ერთი არის ჯაკუზში რო ვიჯექით მთელი ქართველობა რა მერაბიც იჯდა და უმარი იდგა ფოტოაპარატით რა რომ ვითომ უმარი გიღებდა რა ძალიან გავარდა ეგ ფოტო ჩემი გაკეთებულია ეს მისი თავი ჩავსვი და ეხა სხვათა შორის ბოლოსკენ არ ვიცი ნახეთ თუ არა ესეთი ფოტო დავდეთ მერაბი იღებს selfs მაგიდასთან სადაც საჭმელებია და ზიან მისი ყველა მოწინააღმდეგეები რა და თავებია ჩასული რა ჩვენ ვიჯექით ჩოხელი ქართველი ბიჭები და ჩავსვით ყველა მისი მოწინააღმდეგე ვინებსაც მოუგო რა და უკან ჩავსვი უმარი იმისი რა ქვია თათმის ფორმაში რა კარგე და აი რა ძალიან ტროლავს კაროჩე უმარს რა არა ეს ძალიან მაგარი ბრძოლა იყო სხვათა შორის ეს ბრძოლა რა ანუ მერაბს რო ბრძოლა ქონდა უმართან მართლა მაგარი ბრძოლა იყო და ეხა ცალკე რო ბრძოლები აქვს ხოლმე უმარს რა სხვა ოპონენტებთან არ გამოდის რაღაც სანახაობრივი და რაღაც სიგიჟე რა ანუ მერაბზე მაგრა გაიყიდა და ეხლა რო შეხვდა ფიგარედოს და კორი სანდჰეგენი არ იყო ეგეთი დონის ხო? უმარს რეალურად ეხლა მერაბმა და მერაბის გუნდმა ორი მარცხი მიაწოდა პირველი ოქტაგონში და მე იმდენი გატროლეთ ტიპი ანუ პრელიმებიდან ვერ ამოვიდა წარმოვიდგინე კაროჩე კომეინინი ხობა მერაბ დვალიშვილთან და მე პრელიმებიდან ძლივს ამოყვინთა ღვიძლს ყვინთავს ასე რო ვთქვა რა და ანუ ტაიტლ შოტის ამბიციებზე ხო საუბარი არც არის ისეთ რაღაცა ძალიან ბევრი ტროლეთ რა აი ძალიან ბევრი რეალურად რა უმარს ედო ტვიტერზე ფოტო დანა ვაიტთან და ჰანტერთან ერთად რა და ეგ ფოტო გადმოვიღე და უმარის სახეში მერაბის სახე ჩავსვი და ეგ დავპოსტებ და დავაწერე thank you Dana and Hunter ოღონ მერაბმა დადო ეს რა რომ ვითომ მადლობა Hunter და დენაო რა არა და ხო დენამ და Hunter-მა უმარს გაუკეთეს title shot-ი რა და აი ძალიან ტროლეთ რა რეალურად მაგარი ტროლინგები მიდის ხოდა კიდე ბავშვი ტიპი ვერ დაპროტა მაგას თქონდა რუსულენოვანი ინტერვიუ მაგარი სასაცილო ანუ სასაცილო იყო იმ პოინტში რომ თუ უსმენდი ადეკვატური ადამიანი თუ უსმენს ძალიან სასაცილო იყო ისეთი უაზრობები ილაპარაკა короче მერაბზე რომ ისაო რა ქვიო ძალიან დებილი ძალა აქვსო, მაგრამ ძალიან ძალა არა აქვსო. მე ძალიან ძლიერი არისო. თვითონ არჩი 15 წუთის განმავლობაში ერთ 7-ჯერ ერთ მის თავ შეეწინააღმდეგო ნერვას რომ ვილაპარაკე. უმარი ხა მაგრა ჰეიტერს მერავს კიდე უმარის ის ნახე, ხო იცი რომ ეუნებიან best striking, best cardio და best cardio-ზე უთხრა ხაბიბი ტიპმა წარმოიდგინე რა ისა. კარდიო მერავს მაგარი რო ისა, არავის არა. არა მაგ თიმს ახაჩვევია კლანური მიდგომა ზოგადად ხვალზე ხარ მაგენი არსებობენ და მეტი არავინ არ არსებობს რა რომ მაგათ რო კითხო უსმან ნურმაგომედოვი best boxer-ი არის იმაში რა ქვია MMA-ში ზოგადად რა
What you will do? What you will do? აუ, იმაზე თუ გადავტრიალდი ნაცინები, რომ უსმანმა რო თქვა, რომ მე ილია თოფურიაზე მაგარი რიგი მაქვს, რა ქვია, რეკორდი და ის მაქვს, უფრო მაგარი რეზუმე მაქვს ხო, ილია კი და თოფურიაზეო PFL-დან, და ხო. ილია თოფურიაზე და იმდენი და კრიტიკა მოხდა, რომ მაინტერესებს უსმანი რო UFC-ში გადმოვა, აი რას იღებს, იმიტომ რომ ამ ბელატორის ბერძოლებს არ წავიდათ კარგად UFC-ში არაფერი, კი პაჩი მიქსი, გეინდ რავი, Yes. ნებისმიერი აი. ლაშ, ვინ არის ეს ისეთი კითხვა არის რა, ყველგან არის ეს კითხვა, მაგრამ მაინტერესებს რა, ნუ ვინ არის ისეთი მებრძოლი, რომ შენ პატივს ცემ და ისეთი მიგაჩნია შენი თავი რა, შენი თავი დაინახო მასში. ან საერთოდ ისეთი ადამიანი პიროვნება რა, შეიძლება მებრძოლი არ იყოს. რა თქმა უნდა, ანუ ვინც ყველაზე დიდი role models გამომიყენებ, მეც არის მერაბი რა, იმიტომ რომ ლოს-ანჯელესში ვარჯიშობდი ესე ჩემით, მაგრამ აი რაც მერაბთან გადავედი და რომ დავინახე აი ეს ყველაფერი უფრო ახლოდან რა არის, როცა UFC-ს ფაითერი ხარ, რაღაცა, მე მართლა გახდა ჩემპიონი, აი უზარმაზარი мотиваცია და ის მივიღე, რომ აი ხო ხდები რა, აი უეჭველი მეც ესე მინდა, უნდა გავიარო ეს გზა, გავხდე ფაითერი, რაღაც ჩემპიონობა, რაღაცა ხო ხდები, ახლოდან დავინახე რეალურად UFC-ს მებრძოლი, მისი შრომა, ცხოვრება, ვარჯიში, შემდეგ გაჩემპიონება, ანუ ყველაფერი ახლოდან დავინახე და მაგან ძალიან დიდი мотиваცია მომცა და რა თქმა უნდა, ხა როგორ შეიძლება რომ მერაბი ვინმესთვის საერთოდ არ იყოს role model-ი ამ სპორტში, ანუ შრომის ნათელი მაგალითი ტიპი და სახე რა, რასაც ქვია რა. Fight Hop-იც როგორც ვახსენე. შენ ახლა მაგალითად ჩართული ხარ მაგ კომპანიაში ხარ, ვინც ახლა ქართულები არის მერაბის ირგვლივ და თუ მერაბის ირგვლივ არა UFC-სთან მიახლოებული და როგორ ფიქრობ, რა პრობლემა არის, რომ ანუ კიდევ და კიდევ ახალ სახეს ვერ ნახულობთ ქართველების UFC-ში რა, რადგანაც ვითო აი ოთარიც აქ არის, ვითო ძალიან ბევრი ბიჭები არიან, მაგრამ ჩოხელი, ამირანი, ვითო ყველა ერთნა ბიჭი არიან UFC-სგან. და დღეს ხვალ ანუ ველოდებით, ანუ ინაღამ დღეს ხვალ კი არა, ესეც არის რა, რეალურად დღეს ხვალ. როგორ ფიქრობ, ანუ რამ განაპირობა ეს, რომ ასეთი გაჭედილი არის რა? ალი აბდელაზისთან ხელი რო არ მოაწერეს, ალბათ მაგიტო. არა მარტო ალისთანაც არის. ოთარი ალი აბდელაზის არის. ხო. განზილოვი ალის. ოკეი. მებრძოლია. ჯურავი რა, აი, ჩემი აზრით, მე პირდაპირ ვიტყვი ეხა ჩემი აზრით მართლა ყველანაირი ლოგიკური იმით სხვა მებრძოლებმა არავინ არ მიწყინოს ძალიან მაგარი მებრძოლები იყოს საქართველოში, მაგრამ ჩოხელი ეხა UFC-ში უნდა იყოს და აი მართლა შემდეგი ქართველი ჩოხელი უნდა იყოს, იმიტომ რომ აი მართლა სანახაობრივი ბრძოლები, ფინიშები, ბელატორშიც გამოჩენილი მებრძოლი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრობს ლას-ვეგასში, აქვს ყველანაირი საბუთი, ყველანაირი ის რომ მოხდეს UFC-ში, აქვს ისეთი წონა რომ რავი 77-ში ხა როგორ არ უნდა დაურეკონ, არ ვიცი რა, აი ჩოხელზე რა ხდება, მართლა არ ვიცი, მაგრამ სხვა მებრძოლებს რაც შეეხება, ბევრი სხვადასხვა პრობლემები იყო ხა. რავი, ყველას პრობლემის განხილვა რო არ დავიწყო, რავი, მაგალითად ტანზილოვზე საჯაროდაც არის ეს ინფორმაცია, რომ კონტენდერების წაგების მერე დაბრუნა ამერიკაში, მერე ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, ჩამოვიდა საქართველოში, გაიკეთა ოპერაცია მენისკზე და ოპერაციის მეორე დღეს თაბაშიში რო ფეხი დაურეკეს short notice-ზე. და შორშელბიმ გამოუგზავნა short notice კონტრაქტი მალკოლმ ველმეიკერთან და რა თქმა უნდა თაბაშიში ქონდა ადამიანს ფეხი და ვერ დათანხმდა ეხა რა. მაგრამ გაიკაჩა ის ველმეიკერი. მერე მოირჩინა ოთარმა ეს ტრავმა, დაბრუნდა კვლავ ლას-ვეგასში, დღემდე ლას-ვეგასშია, მაგრამ უკვე აი როგორც ესე მესმის აქედან რადგან მე უკვე ბოლო 1-3 თვეა საქართველოში ვარ, აი ჩაგრავენ რა, ასე რომ ვთქვათ, რადგან ალბათ შეიძლება რადგან იმ ბრძოლას არ დათანხმდა, გასაგებია ტრავმის გამო არ დათანხმდა, მაგრამ არიციან ეგ UFC-მ რა, რაღაც you missed your chance, რაღაც ეგეთი კომპანია არიან. ჩემი აზრით ეხლა იჩაგრება მაგის გამო ოთარი რა. დანარჩენი ამირანს რაც შეეხება, არ ვიცი ეს გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა, მაგრამ ამირანი ამერიკაში იყო ჩამოსული ტურისტული ვიზით და ტურისტული ვიზით ჩვენ UFC-ში ვერ იბრძოლა
არის აუცილებელი სამუშაო ვიზა, უნდა ქონდეს ან green card ან P1 ვიზა და ამირანს ქონდა ამის პრობლემა, იმისმა მენეჯმენტმა დაპირდა რომ ეს საბუთებს დაულაგებდნენ და გაუკეთებდნენ, მაგრამ short notice-ზე ვერ ესწრებოდა ამ P1 ვიზის აღება, ანუ სამუშაო ვიზის აღება. ხო გამოვიდა Contender Series-ში და ანუ რა პონჩი. Contender Series-ის მერე გეუნები. ოკეი. Contender Series-ი გიკეთებენ დროებით P1 ვიზას. ხო და ეხა ამინას ოქტაგონში აქვს ბრძოლა და ოქტაგონში აქვს კონტრაქტი და აი UFC-მ უნდა გაუკეთოს უკვე საბუთი რა. ხო ხდები და ეხა UFC-ში მოხვედრის მარტივი გზას გეტყვი რა. მე მაგალითად მაქვს 7-0-ზე რეკორდი რა, რაღაცა 7-დან 6 ფინიში. ცხოვრობ ლას-ვეგასში და მაქვს green card რა. short notice-ზე მე ძალიან მალე შევალ რა და შევხვდები, მე ხვდი? მე როგორი დონის მებრძოლიც არ უნდა ვიყო, მე უკვე ის UFC-ში ჩემი დასამტკიცებელია. თუ წავაგე ვიღადამტოვებს, იქ ერთი ჭუბი კაი short notice-ი შეიძლება წააგდე. მეორე მესამეს თუ წავაგე ხო იასნია გამოგიშვებენ, მაგრამ შენ მიიღებ შანს, ვიდრე მებრძოლი, რომელიც საქართველოშია და მას აქვს თქვათ ამ ადამიანზე უკეთესი რეკორდი რა, იმიტომ რომ მებრძოლი რომელიც იმიტომ რომ იქ ხარ, ადგილზე ხარ და მზად ხარ. კი, და მებრძოლი რომელიც საქართველოშია, იმას უნდა გაუკეთონ საბუთები. იმის ჩამოყვანა უნდა უზრუნველყონ. საბუთები ახლა ძალიან გართულებულია ამერიკაში რა, ანუ ტრამპი მოვიდა, P1 კაკრას აი ამ სამუშაო ვიზების თემას ეხება, რომ ძალიან გართულდა გაცემა და ანუ უბრალოდ UFC-ს არ უხდის ხდები, ანუ ჩვენ ვართ რაღაც 3-4 მილიონიანი ქვეყანა, დიდი fan base-ი პირდაპირ არ ყავს, კარგი fan base-ი ყავს, ძალიან მაგარი ხალხი ვართ, გვერდში მდგომი, გვიხარია ქართველის წარმატება, მაგრამ ბიზნესის დონეზე ისეთი fan ბაზა არ ყავს, რომ მაგალითად pay-per-view-ები ეყიდებოდეთ, აი როგორც ადრე იყო რა, pay-per-view ხა ქართველები, ბიჭო რამდენი ვიცი, სეტანტას ყიდვაზე წუწუნებენ 3 ლარი ყირს თუ 4 ლარი თვეში, 7 ლარი რა ზღირს, მაგაზე წუწუნებს ხალხი, რომ სადუყურო უფასოთო რა და ხო ხდები რა, ანუ არ გვაქვს ქვეყნის მხრივ ისეთი ბაზა და ეს პირდაპირ თემაა, რომ UFC-ს ეგ თემები აინტერესებს რა ქვეყნიდან ხარ, რის წარმოება, ეხლა მაგალითად ილია თოფურიაძე მარტივად ვიტყვი, რომ ილია რომ ესპანეთის სახელით გამოდის, ესპანეთის სრულიად ახალი ბაზაა UFC-სთვის, ასევე ილია არის ინგლისურთან ერთად ესპანურად მოლაპარაკე, ესპანურად ლაპარაკობს მთელი ნახევარი ამერიკა და ჩრდილოეთ ამერიკა და აი ხო ხდები ხო და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ანუ ბოლოს იმ თემაზე მივდივართ, რომ თუ short notice კონტრაქტი გაიჩითა, რეკავენ იმ ადამიანთან, ვინც უკვე ლას-ვეგასშია და ახლოს არის და საბუთები აქვს და ყველაფერი, ვიდრე აი ვიღაცა საქართველოში მიხვდი, აი ეგ არის ჩემი აზრი რა. ანუ ბიზნეს მხრივად აინტერესებთ კიდე რამდენად შეგიძლია რომ გაყიდო და მოიზიდო ხალხი რა. კი ბატონო და შენ ხარ მაგათთვის ერთ-ერთი სათამაშო პროდუქტი. არ გამოდგები და მოგისვრიან და დიდი რამე ხა სხვა სიპონიან წამებში რა. და მე რაც გააკეთა რა, ეგ იყო მე მგონია რომ იყო crossover რა, ანუ გადაიარა, გადალახა რა, ანუ ნუ თავიდან ხო ქართველი იყო ბრძოლებს ძალიან რთული იყო რომ ბრძოლა დაენიშნა ბილეთები უნდა გაყიდო რომ მოვიდნენ, მაგრამ ანუ ის რაც გააკეთა მე უკვე ამერიკელებს ნაკლებად აინტერესებთ სადაურიხარ რა, თუ გადაღლახავ, თუ გადახვალ რა. ანუ რამდენი ბრძოლები ყოფილა რომ გონი პიტერ იან ალჯოუს ბუინსუკეთებდა ამერიკელებზე მეტად ისე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აინტერესებს თვითონ ამერიკელებს ეხა თვითონ ამერიკაზე ეხა რავი ჯირი პროხას გააიღე სადაურია ჩეხია და რამხელა ფანბაზა ყავს იცი ამერიკაში აი მაგრაევასა და პერეირა აიღე ბრაზილიელია და რამხელა ფანბაზა ყავს ანუ პირიქით ამერიკელები დიდად არ ევასებათ მაგრამ აი პროსტა UFC-ს თემაა ეგ რა ხო ხდები რომ ჩვენ კიდევ ვიძახი კაი სახელი გვაქვს მაგარი სახელი გვაჩუქეს ჩვენმა ქართველმა UFC-ს მებრძოლებმა მათი შედეგებით უბრალოდ აი ეს თემაა ჩემი აზრით დოკუმენტების თემა არის ძალიან დიდი რა ლაშ ძალიან ჯიგარი ხარ რა და უკვე ვწხვენია ამდენ დროს რო გართმევი იმიტომ რომ ვიცი რომ fight week-ი გაქვს შაბათი არის და რაღაც ბევრი საქმეები გაქვს თან დასვენებაც ყველაფერი რა და
მოდი ბოლოსკენ მივიდეთ. უბრალოდ ხალხს შევახსენებთ, რომ Fight Hop პოდკასტი არის პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე და Apple Podcast-ზე. გამოყევით დარჩით ჩვენთან. ასევე დინამიტის არხი YouTube-ზე, რომელიც არის უბრალოდ დინამიტი არის თუ სახელი და გვარიც არის? დინამიტი. აგერ დავდებთ description-ში, გამოიწერეთ აუცილებლად და არ დაგავიწყდეთ, რომ 4 აპრილს IFC-ში იხილავთ ლაშა გიორგი მესხის დინამიტს. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. აბა, დროებით ხალხო. You tune into the Kartvelians on the Fight Hop